ანსამბლი მესხეთი არტგენზე იმღერებს. ფოლკლორულ ფესტივალს ახალციხელი მომღერლები 22 ივლისში უერთდებიან. სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მონაწილეებთან ერთად ანსამბლი არაერთ ხალხურ სიმღერას შეასრულებს. როგორც მესხეთის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი განმარტავს, ანსამბლი არტგენზე უკვე 11 წელია მონაწილეობს. მას შემდეგ რაც ფესტივალი გაიხსნა. ისინი საკუთარ კუთხესა და ადგილობრივ ფოლკლორს მთელი ქვეყნის წინაშე წარადგენენ. არტგენი 2014 20 ივლისს დაიწყო და 27 ივლისამდე გაგრძელდება. მის მიზანს ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ხვალ ანსამბლ მესხეთთან ერთად ახალციხიდან ფესტივალზე ხალხური რეწვის ოსტატებიც გაემგზავრებიან. ანსამბლ მესხეთს იცნობენ არტგენის ფესტივალზე, იქ დიდი სიყვარულით ხვდებიან ყოველ წელს და ვფიქრობ წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი დიდი სიყვარული და სიტყვოთი შეხვდებიან და ჩვენს გამართულ მრავალხმიან მესხურ სიმღერას შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მოგრძალებულ პატარა ანსამბლს არც არ შეურცხვენია თავი და არც ახლა არ შეირწყვევს თავს. თბილისში მივდივართ, უმაღლესად გამოდიარ, დიდი მოწონება გვაქვს. ბორჯომში ვიყავით 30 რაიონში, სერტიფიკატები მარტო ჩვენ ავიღეთ.